ქვეწარმავლების მიერ ადამიანის დაგესვლის ფაქტების სტატისტიკური მონაცემები და სიცხით გამოწვეული დაავადებების საშიშროება. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალურია. რას ურჩევენ მედიკოსები მოსახლეობას და რამდენად სახიფათოა ადამიანის კანისთვის მზის სხივებში შემავალი ულტრაიისფერი სხივები. თემის დეტალებზე მარია აშუღაშვილი მოგითხრებთ. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ქვეწარმავლების მიერ ადამიანების დაკბენის საშიშროებაც იზრდება. მატულობს სიცხით გამოწვეული დაავადებებიც. თელაველები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც ქვეწარმავლებისგან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხვლიკი ერთხელ შემოვიდა ოთახში შემოვიდა. მაშინ ჩემი მეუღლე ავად იყო და ლოგინად იყო ჩაწოლილი და ის ვერ ადგებოდა და ვერ მომეხმარებოდა. და ძალიან შევშინდი, მაგრამ მე სახამოთი ის მიმალული იყო სადღაც ოთახში და ვერ გამოვიყვანე მე. ნამდვილად ეხლა რომ ესე დიდი შემოსევა იყოს, არ არის, მაგრამ მაინც არიან. სხვა წლებშიც იყო და წელსაც არიან და ალბათ ეხლა რომ დაცხება უფრო მოემატება და კარგი იქნებოდა თუ რამე ღონისძიებას მიიღებდნენ ამ ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ და მოსახლეობას საშიშროება ასწდებოდა, რა თქმა უნდა. ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სამსახური თუ იქნება, უკეთესი იქნება. ზაფხულის სეზონზე ქვეწარმავლების გარდა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს მზის სხივებიც უქმნის. ექიმი ინფექციონისტი შოთა რაინაულის განმარტებით ულტრაიისფერი სხივები კანის დაავადების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. მზის აქტივობები მაღალია, განსაკუთრებით ბოლო წლების მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით, რომ გაზრდილია ადამიანის მიმღებლობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ, შემცირებულია ბევრი ფაქტორი, რითაც ადამიანის ორგანიზმი იყო დაცული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე სულ ვურჩევ, რომ მოერიდე მზის პირდაპირ სხივებს. შხამიანი გველის საწინააღმდეგო ვაქცინა, გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამოიყენება შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში. უკეთდება ადამიანს ერთჯერადად და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაგესვლის შემთხვევებით პაციენტები მათ ხშირად მიმართავენ, თუმცა შხამსაწინააღმდეგო შრატის გამოყენება ჯერჯერობით საჭირო არ გამხდარა. შხამიანი გველით ნაკბენს, რაც ეს საავადმყოფო გაიხსნა, არ მოუმართავს. ძალიან იშვიათია, თუმცა გველით ნაკბენები ხშირად შემოდის, მაგრამ ისინი არ არიან შხამიანები, ამას ჩვენ თვითონ საზღვრავთ და შესაბამისად ხანმოკლე დაკვირვების შემდეგ ვაგზავნით ბინაზე. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სტატისტიკური მონაცემებით გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ადამიანი ხვდება. ასაკობრივად გველის ნაკბენი ყველაზე ხშირი 57%, 20-50 წლის ასაკში, ხოლო ბავშვებში 30%-ია.